შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტერი თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. 1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა მაჰმად ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვარბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეში არმია ბანაკში გვიანღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს. შუაღამისას მოსასვენებლად დაბინავებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ. მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა მაჰმად ხანმა ჯარის სასწრაფოდ აკრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო. მომავალ წელს კვლავ შემოვესევიდა, ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმთა, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადას მთა უწოდეს. ხოლო მთის წვერზე ქართველთა შემწის ზეციური მხედრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგეს. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო. ერთი წლის შემდეგ აღა მაჰმად ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობა წამოსვლა, მაგრამ სალაშქრო წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში სპარსეთის მბრძანებელი ყველასათვის გასაოცრად მახვილით განგმირული იპოვეს. დღეს შავნაბადას მონასტერს საკუთარი ღვინის წარმოება აქვს. მონასტერში ხატწერის სკოლაც მოქმედებს. ეკლესიაში განთავსებული ხატების უმრავლესობა კი სწორედ აქაური ხატმწერების შექმნილია. ეს საოცარი ადგილი დღეს სწორედ ოჯახთან ერთად მოვილოცე. დამერწმუნეთ, აქაურობას უფლის ხელი ნამდვილად ატყვია. სიმშვიდე, ჰარმონია, სიკეთე სუფევს ირგვლივ. თუ გადაწყვეტთ ესტუმროთ მონასტერს, ამაში თავად დარწმუნდებით.